კალიუმი და კალციუმის განსხვავება რო ახსნა. შევტყოთ სხვა რამეა. ხო, ვიცი რომ სხვადასხვა რამეა, მაგრამ რაღაცა ორივეს უკავშირებენ ძვლებს. არა, ჯერთი ძვლებს კი არა, მთელ ორგანიზმში კალციუმი ჭირდება ორგანიზმს და კალიუმი ჭირდება. სხვა რამეში. ხო, ისევე როგორც K1 და K2 ვიტამინს. აბსოლუტურად სხვა. და კარახანარი გონია. ხო. კალციუმი იწერება Ca, S და A და კალიუმი იწერება K. ამიტომ დაწერით სხვადასხვა რამეა. კალციუმის სხვა პროცესებში მონაწილეობს, კალიუმის სხვა პროცესებში მონაწილეობს. კალციუმის ცვლაში, თქვა, წამყვანი როლი მაგნიუმს უკავია, ერთმანეთის ანტაგონისტია და ერთმანეთს ესე აკომპენსირებენ. კალიუმი საერთოდ კავშირში არ არის არც კალციუმთან, არც მაგნიუმთან პრინციპში, თუმცა ბევრ რაღაცაში მონაწილეობს. კალიუმი ეს არის ნუტრიენტი, ეს არის მიკროელემენტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით ყველა ნუტრიენტის შორის პირველ ადგილზე დგას დღიური აუცილებლობის რაოდენობით. რომელი? კალიუმი. დღეში გვჭირდება 4700 მილიგრამი, თითქმის 5 გრამი. რომ მიხვდეთ კიდევ ერთხელ რამდენი, ეს არის დაახლოებით 7 ცალი ავოკადო დღეში. ხო, რამდენად ბევრი გვინდა. თუ კალიუმის რაოდენობა ნორმაში არ მიიღეთ, მაშინ მარილის რაოდენობაც უნდა შეამციროთ, იმიტომ რომ ნატრიუმი კალიუმთან ორჯერ ნაკლები შეგვიძლია მივიღოთ. თქვა თუ ვიღებთ 4700 მილიგრამ კალიუმს, ნატრიუმი შეგვიძლია მივიღოთ 2300 მილიგრამი, მაგრამ თუ კალიუმს ვერ იღებთ მაგას, მაშინ 2300 მილიგრამი ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ხო? შეიძლება დატვირთოს თირკმელი, შეიძლება წნევები გამოიწვიოს და ასე შემდეგ. ეს როდის? როცა კალიუმი გვაკლია და მარილის ვიღებთ დასაშვები რაოდენობით. 2300 მილიგრამი ნატრიუმი ეს არის დაახლოებით 2 გრამი მარილი. საერთოდ ეს რომ ამოიღო მარილი დაახლოებით 2 გრამი იქნება ესე, ხო? ჩაის კოზზე რომ ნახევარი ჩაის კოზი მარილი დღეში. ეს არის ნორმა. თუ კალიუმს კარგად იღებ, თუ კალიუმს არ იღებ, ამან შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება ორგანიზმში და ქსოვილებში გადატანა. აი, ბევრი მეკითხება, შეშუპება აუცილებლად მარილის ბრალია არა. თუ ცილების დეფიციტი აქვს ორგანიზმზე, სისხლში ცილები ცოტა, იმ დროსაც ხდება შეშუპება. ცილები რა დროსაა ცოტა? როდესაც კუჭი მჟავიანობა დაქვეითებულია და კუჭი ვერ შლის ცილას იმ დონეზე, რომ შემდეგ უკვე ნაწლავში ამინომჟავება იქცეს და ის გადავიდეს სისხლში. როდესაც ვერ გადადის სისხლში, ცილა გვაკლია, ამ დროსაც სისხლის შიგნით ცილები ვეღარ იკავებს იმ სითხეზე გადადის ქსოვილებში. ხო, ანუ მარილი ადრე რო გვიკრძალავდნენ, მარილიანი არ ჭამოთ, მავნეა ორგანიზმისთვის. არ არის მავნე, თუ არ გვაკლია კალიუმი. და ზუსტად ან არ იძახდნენ, ან არ იცოდნენ, რომ კალიუმია მთავარი პრობლემა. ის კი არა რომ მარილია, იმიტომ გიგზავდნენ, რომ კალიუმს არავინ არ უკეთებდა აქცენტს. ადრე არ იძახდნენ, კალიუმია მთავარი ფაქტორი, რომ მარილი გააკომპენსიროს. იმიტომ რომ ჩვენ ყველა უჯრედში შესვლა გამოსვლის პროცესი დამოკიდებულია კალიუმ ნატრიუმზე. ქვია კალიუმ ნატრიუმის ნასოსები, ერთი მხრიდან შედის, მეორედან გამოდის. და ორივე გვჭირდება, რომ ეს უჯრედმა სწორად იფუნქციონიროს. ეს კალიუმი, გადავიდეთ კალციუმზე. ხო, კალციუმი ბევრ სხვა პროცესში იღებს მონაწილეობას, ელექტრონული იმპულსების გატარებაში, ნერვულ სისტემაში, გულის რიტმის დალაგებაში და ქვეყანა რაღაცეებში. ოღონდ იმისთვის რომ კონტროლი მიდიოდეს, თუ კალციუმი ზედმეტი მოხდა და თუ დაუშვათ აი K2 ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში, კალციუმის მაგალითად ძვლების და კბილების ჩალაგდეს ლაგდება სიზარღვებში. და მეორადად შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ათეროსკლეროზი, შეაპერხოს მოქცევა, გამოიწვიოს თრომბოზი, იმიტომ რომ კალციუმი ჩალაგდება კრისტალის სახით, შიგ უკვე ჩვენი პატარა თრომბი შეიძლება მოედოს და გაჩხილოს და ასე შემდეგ, ანუ კარგად ხდება რომ მიეწოდეთ. ამიტომ კალციუმის ცვლასაც თავისი მართვა უნდა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მაგნიუმი, თუ მაგნიუმის დეფიციტია ხიფათი იზრდება. ძალიან რთულია. თქვენ მარტივად ხსნით, მაგრამ მაინც რთულია. ვიცი. მადლობა.